საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Silk Sports, ეს არის გადაცემა Mr. Knockout-ი, მე ვარ იოსებ კობერიძე. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, ახლახანს რამდენიმე კვირაა რაც ამერიკიდან ჩამოსული, პირდაპირ UFC-ს გალიიდან, ჩვენი უკვე UFC-ს წარმომადგენელი, თელაველი, სოფელ ყარაჯალიდან, ჩვენი ოთარ თანზილოვი. მივესალმები Mr. Knockout. მე ვარ ოთარ თანზილოვი. ოთარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამერიკის მერე, უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, ეს ადაპტაცია ხო გაიარე, არა? დღე და ღამე ხო გაასწორე, არა? ძალიან მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან მოსასვლელად. მე მინდა შენთან საუბარი დავიწყო აი ამ პირველი UFC-ს ბრძოლიდან. პატარა მცირე შესავალს გავაკეთებ. მე როგორც მახსოვს შენ წონაში არ გიჩხუბია. ცოტა ზემო წონაში. კი, წონაში მომიწეჭო. მაგაზე ცალკე გკითხავ. მაყურებელს შევახსენებ, საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება იყო. ჩვენი ოთარის საწინააღმდეგოდ, საკმაოდ საკამათო, რბილად რომ ვთქვათ. მოდი ოთარ, მოგვიყვავი ამ ბრძოლის შესახებ, ჯერ როგორ ემზადებოდი, მაინც პირველი ბრძოლა კონტრაქტი პირველად გაგიფორმეს, ხო? 4 ბრძოლაზე, ხო, როგორც როგორ ემზადებოდი, რა ემოციები იყო აი ბრძოლის წინ, ჯერ ამაზე ვისაუბროთ. 10 თვე ვიმყოფობოდი ლას-ვეგასში, ვემზადებოდი ყოველდღე, დღეში ორჯერ ვარჯიშობდი და ლას-ვეგასში ჩვენც ვარჯიშობდით, რომელ სკოლაში ვარჯიშობდით? სინდიკეტში. ძალიან კარგი. ველოდებოდი, რა, ვეძებდი ჩხუბებს. ანუ კონტენტერები ახლა იწყება, კონტენტერებთან ვაპირებდი, ან კონტენტერები, ან short notes ველოდებოდი რა. და მანამდე კიდე რო აქტიური იყო, ველოდებოდი სხვა ორგანიზაციებში ჩხუბს, ვეძებდი და ამერიკაში ძალიან რთულია ჩხუბების პოვნა რა. რომელი ბრძოლის შემდეგ გადაწყდა შენი კონტრაქტის გაფორმება UFC-ში? ანუ ეგ მე მივიღე short notes-ი, ანუ short notes-ი არის, როცა ჭირდებათ მოჩხუბარი, მოკლევადაში. კი, ამოვარდნილი როცა. და მე შემოვთავაზე 66 კილოში short notes-ი. და მე დავთანხმდი და ვიჩხუბე რა. ჩემი წონა არ არის 66-ში, მაგრამ მომიწია ერთი წონით დიდი იმაში ვიჩხუბო რა, დიდი წონაში. და ამ წარმატების შემდეგ უკვე გადაწყდა შენთან UFC-ში მოწერა. კი, და ეხლა სამი ბრძოლა დამჭა და დაბრუნდები ჩემ წონაში, 66-ში. ხო, ანუ შენ შემდეგ ძიმე წონაში აღარ იასპარეზებ. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ მე მგონი არც მაგ წონაში გაგიჭირდება, ეხლა ბრძოლა რაც ანახე, შენი მეტოქე მოცემულ ეტაპზე დაუმარცხებელი იყო, როგორც ცივი ბრძოლია. დაუმარცხებელი იყო და მაყურებელს შევახსენებ ცოტა საჯებს რო სინდისი ქონოდათ ოთარის თუ არა ფრენს მაინც მისცემდნენ ხო მაგრამ ესეთი რაღაცა მოხდა ამერიკაში ამერიკელს ეჩხუბები ამერიკეливე საჯები რა ვიცი რა უნდა ვქნა ხა თუნა დააგდო ხო ბოლოს და ბოლოს ნოკაუტი აუცილებელი შემდეგში მაქსიმუმ ვეცდები რომ გავთიშო აუცილებლად ოთარ მოდი ეს ბრძოლა ეს UFC-ში შენი დებიუტი კი ჩვენი აზრი ყველამ გამოთქვა მაყურებლებმა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიებში ყველამ გამოთქვა ბევრმა გამოთქვა მაგაზე აზრი და მოდი შენ თვითონ შეაფასე აი ეს სამი რაუნდი ხო
რავი, ჩემი აზრით მე არ წამიგია ბრძოლა, ან პირველი რაუნდი იყო ჩემი აზრით 100%-იანი ჩემი. რაშიც გეთანხმები? მეორე რაუნდი აი გეტყვით თანაბარი შეიძლება ვთქვა და მესამე კიდე ჩემი აზრით ჩემი იყო რა. და რავი, სამივე რაუნდი მისცეს მაგას. რაც არ ველოდი რა. კი, მოულოდნელი იყო. ნამდვილად მოულოდნელი იყო. ნუ ეს უკვე პრინციპში სამწუხაროდ აღარ არის გასაკვირი. ეგეთი რამეები. შეცდომებით სწავლობ და რაც კარჩი როგორც მივაქცია ყურადღება, ცოტა უკან დავდიოდი რა, შეტევის საშუალებას აძლევდი უკან ნაბიჯით, რა თქმა უნდა. შეცდომებით სწავლობ და შევასწორებ. ხო, თუმცა უკან ნაბიჯს თავისი პლუსიც აქვს, წამოიყვან და შემხვედ დარტყმას აყენებ და მაყურებელს აუხსნი რა, ადგილიდან რო დაარტყა, ხო? რაღაც რამდენიმე კილო ხო აქვს დარტყმას ძალა. მიდიხარ ის მოყვება და შემხვედს დაუმატებ. უფრო მეტი ძალა გამოდის. ამას თავისი პლუსიც აქვს, ხო? საჯებმა ეს იციან. მაგრამ რატომღაც უკან ნაბიჯს თვლიან რაღაცა დახევაში. ხო, და ცოტა დაცვაში დაღლილი ვიყავი ცოტა და დაცვაში ვიღებდი დარტყმას, მაგრამ ვიცავდი შეხოთაშორი. კი, არ მოხდრია, აგერ სუფთები, ხო. სახე ძალიან ლამაზად აგაკ. ხო და რავი, დაცვაში პროსტო ვიღებდი, ვიცავდი და მე ვპასუხობდი სამომი. კი. ხო და რავი, მე მგონი ეგ დათვალეს ქულებად, მაგიტო სამივე. ერთი კარგი სპორტული ანდაზა უნდა მოუყვე მაყურებელს მოკრივეებზე და პრინციპში ყველაზე რა. უნდა გეშინოდესო ლამაზი სახე რო აქვს მოკრივესო, ხო? აი არაფერში რამე რო აი მაგისი უნდა გეშინოდესო რა დაშრამულის ნაკლებად. არ მოხვედრია კაც არაფერი და რა ვიცი აბა რა დაითვალეს ეგეთი. ნუ სამაგიეროდ ეხა ამას გავითვალისწინებთ ხო მომავალში და ცოტა საგანგებოდ შევცვლით ტაქტიკას ხო ეხლა. უფრო ძლიერ დაბრუნდებით. პირდებით. კი, თან უკვე საკუთარ წონაში ეს უკვე სულ სხვა იქნება. მე მინდა გითხრა ოთარ, შენ საკმაოდ კარგად ჭიდაობ, მაგრამ მე რა შტაბერწილებას დამშა შენი რამდენიმე ბრძოლიდან უფრო დგომს ანიჭებ. კი, მე სტრაიკერი ვარ, უფრო ვცდილობ რომ გავთიშო მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ 10-2-ზე მაქვს ახლა რეკორდი. მაშინ წაუგებელი ვიყავ 9 მოგება მქონდა მაშინ და მე კონტენტერებს წავაგე, მე წაგება დავფარე, მოვიგე ფიურის ორგანიზაციაში. მე ახლა კიდე წავაგე და რავი 7 ნოკაუტი მაქვს რა. მოდა ვცდილობ მაქსიმუმ ნოკაუტი გავაკეთო ეძებს ჩხუბ. რა თქმა უნდა, ეს შენი სტილია და ეფექტურია, მაყურებელსაც ძალიან მოწონს. მე როგორც ვიცი, სანამ შერეულ ორთობძოლებზე გადახვიდოდი, შენ კარატეთი დაიწყე. ხო, კარატეთი დავიწყე. კარატეთი დაიწყე და რამ განაპირობა შენი სურვილი საიდან წარმოიშვა MMA-ზე გადასვლით? 1-2 წელი დავდიოდი კარატეზე, რაღაცა მე შეჯიბებს ხშირად ვაგებდი, იმიტომ რომ იქ რაღაც ძლიერი დარტყმები არ შეიძლება და რა. სპორტული კარატეთი იყავი დაკავებული და იმიტომ. და მე გადავედი კიკბოქსზე. მაყურებელს შევახსენებ, კარატეს ძირითადი ორი განშტოება, ერთი არის სპორტული, სადაც ჩვენება მიდის დარტყმის. მეორე არის, სადაც კარგად ურტყავენ ერთმანეთს. ხო, ეს სპორტული კარატეთი იყო. ოთარი დაკავებული და შემდეგ გადავიდა კიკბოქსინგზე. მოდი ესე უხეშად რო ვთქვათ, ოთარ შევთანხმდეთ. ძალიან უხეში ნათქვამია, ყველაზე კარგი კარატე კიკბოქსინგია, ხო, მაინც? ტაილანდური თუ არა ტაილანდური? კიკბოქსი. კიკბოქსინგში როგორი წარმატებები გაქვს? კიკბოქსინგში კაი შედეგები მქონდა, რავი, საქართველოს მოქს მოგებული 4 თუ 5 ჯერ რა. და მე ასაკებში თუ უკვე ზრდასრულებში? პატარებში, დიდებშიც რა. მე 1-8 წელი ვიარ კიკბოქსზე. და მე ეგ UFC-ში გამოვიდა, მაგრეგორი ხაბიბი რო ჩხუბობდნენ, მე რაც მაშინ გადაწყვიტე. გადავწყვიტე რომ სპორტი შევცვალო და
აი ესეთი საინტერესო შეკითხვა მაქვს. ყველა ესე ვთქვათ დამტყმელს გაგვივლია ეს გზა და მოჭიდავეებს კიდე პირიქით გზა გაუვლიათ. აი დამტყმელები ხო კიკბოქსიორები, კარატისტები, როცა გადადიან MMA-ში და იქ ჭიდაობა თავისთავად სავალდებულოა. ბევრი ეს მოკრივე თუ კარატისტი ძალიან იღლება ჭიდაობის დროს, ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ იქ სხვანაირი სუნთქვაა. ასევე პირიქით ემართებათ მოჭიდავეებს. აი ეს მომენტი როგორ გადაიტანე? როგორ გადავიტანე და ბევრი დამუშავება უნდა, ბევრი ჭიდაობა. მე არ დაგეზარა. არ დამეზარა. მე ვიყავი სტრაიკერი, დამტყმელი. დამტყმელი და სტრაიკინგს თავი დავანებე ვაფშე და მარტო დავიწყე ჭიდაობა. ანუ რაც რეებიც მჭირდებოდა, მაგებზე დავიწყე მუშაობა. იმენა დავიწყე სულ ჭიდაობა, ბოლოს დავამუღამე რა. ჭიდაობის სუნთქვაც ბოლოს აქეთ გავხდი მოჭიდაობა, სულ ჭიდაობა ხარ აქ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. სხვათა შორის ერთი საინტერესო ფენომენია. ჯონ ჯონსი ხა ყველა მიცის, ხო? ლეგენდა მოჭხუარი. ძალიან მაგარი, ქვემძიმე წონის მრავალგზის ჩემპიონი, ეხა უკვე მძიმე წონის მრავალგზის ჩემპიონი. ერთადერთი მარცხი აქვს, ისიც ჯარიმით ხო გახსოვს. ცემა და წაგება მიცეს რაღაც ჯარიმის გულიზე. გასაგებია, პრინციპში დაუმარცხებელი. თავიდან როდესაც გამოჩნდა ჯონ ჯონსი ყველას გვეგონა რომ ეგ არის რაღაც დამტყმელი რა, ან კიკბოქსიორი ან რაღაცა ეგეთი რა, კარატისტი. მე როგორც გაირკვა თავიდან მთელი ცხოვრება თურმე მოჭიდავე ყოფილა შტატის ჩემპიონი, უნივერსიადის ჩემპიონი. მოჭიდავე ყოფილა იმდენად კარგად აითვისა დარტყმითი ტექნიკა რომ რა ვიცი კარატისტი გვეგონას უყველას ხო? რა საინტერესოა რა. მეც ახლა რა ვიცი სპარინგებზე ხშირად დარბაზში, ან მე სტრაიკერი ვარ ზოგადად სპარინგებზე ხშირად მოჭიდავებს რო სპარინგები ხომე ვეჭიდავები და უკვირთ რომ სტრაიკერი ხარ და რატო ჭიდაობ და გამომჭირდება ხო გამომდის და ჭიდაობ იმიტომ რომ საჭირო ძალიან კარგი ოთარ შემდეგი ბრძოლა დაახლოებით ხომ არიცით თარიღი შემოდგომაზე ზამთარში როდის დაახლოებით პროგნოზი ვერ გეტყვით იმიტომ რომ ანუ ახლა ტრამვა რამე არ მაქვს მიღებული პროსტ ახლა ჩამოვედი ცოტა რომ დავისვენო და მე კიდე დავბრუნდები კიდე ამერიკაში იქ მოემზადები და მე როცა მეტყვია მაშინ ვიჩხუბ რა ჯერ არ ვიცი თუ შეიძლება მოგვიყევი ამერიკაში თუ ყავს შენი გუნდი სპარინგ პარტნიორები ვისთან ერთადაც ემზადები გასაგებია შემდეგი ბრძოლა სავარაუდოდ ამერიკაში ჩატარდება შემდეგი UFC და რა თქმა უნდა მოსამზადებელ ბანაკს ამერიკაში გაივლი ბუნებრივი არის შენი სპარინგ პარტნიორები ვინ გეხმარება კი როგორ იქ მე ვარ მერაბის გუნდში მერაბ დვალიშვილთან და მერაბ დვალიშვილი მეხმარება ხოლმე ბიჭები ყველა ერთად ვარჯიშობთ ძირითადად ქართველები თუ იქაურებიც ანუ დილით არის პროფესიონალური ვარჯიშები ტრენერებთან ერთად და საღამოებით ჩვენ თვითონ მერაბი ბიჭები ვინც არიან ლევანი ზიკო ყველა ერთად ვიკრიფებით და ვარჯიშობთ ყველა ცალკე ანუ სპარინგ პარტნიორების უკმარისობას არ განიცდით კაი ვარჯიშები გვაქვს ისევ აქაურები ანუ ემზადებით ერთად რა ერთმანეთს ვეხმარებით მერაბი გეხმარება ხოლმე ჭიდაობაზე ვარჯიშებზე ნუ მერაბის ამხელა გამოცდილება აქვს გიზიარებთ რა თქმა უნდა და დილით ტრენერებთან ერთად ვარჯიშობთ საღამოს მწვრთნელები ვინ არიან იქ არის მწვრთნელი მთავარი ჯონ ვუდი რა სინდიკატის მთავარი ტრენერი იქ ის არის და იქ დილით 12-ის ნახევარზე არის MMA-ის ვარჯიში და თელი მოჭხუბრები რა UFC-ის მებრძოლები ვინიც უცხოეთიდან არიან ჩამოსულები ყველა იქ ვარჯიშობს რა ჩვენ წონები ძალიან ბევრი იქ 61 66 70 და სპარინგ პარტნიორის პრობლემა არ გვაქვს რა ძალიან მაგარი ბევრი ბიჭია ძლიერი გამოცდილი ძალიან კარგი და просто საღამოებით დამატებითი ჩვენ თვითონ ვარჯიშობთ ხოლმე ვიკრიფებით ინდივიდუალურად ვარჯიშობთ ჭიდაობთ მე რა ვიგრიპლინგში საქართველოში როცა ხარ სად ემზადები? საქართველოში ჩემ გუნდში გურამ ფაით კლუბ. სწორედ აქედან მივემართებით გურამ ფაიტში თქვენი ვარჯიშის გადასაღებად. წავიდეთ.
დღეს ჩვენ მოვიწვიეთ როგორც ყოველთვის ძალზედ საინტერესო სტუმარი ხრიდოლის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ნუკრი ჭედვიშვილი. გამარჯობა ბატონო. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. ბატონო ნუკრი, მოდით მაყურებელს აუხსნათ. დავიწყოთ მარტივიდან. თვითონ სიტყვა ხრიდოლი რას ნიშნავს? ხრიდოლი თანამედროვე სახით როგორც საბრძოლო სისტემა დაფუძნა 1997 წელს, მაგრამ ეს თვითონ სახელი არის ძველი და ძველ საქართველოში ის არ წარმოადგენდა საბრძოლო ხელოვნების სახეობას, ეს იყო ბრძოლის წესი. ხრიდოლი იყო ბრძოლის წესი და თვითონ შინაარსი მისი არის ნაწარმოები სიტყვა ხრიკიდან, ხრიკული, ხრიდული მოქმედება ნიშნავდა გონიერებით, ხერხით მეტოქის დამარცხებას, მოწინააღმდეგის დამარცხებას და ესე იგი ხდება როგორც ხრიდული, როგორც ხრიდონი, როგორც ხრიდოლი და ეს არის მიესო გრიზაშვილი აღწერს როგორც დუელის წესს. რომ ის ამბობს რომ ხრიდოლში გამომწვევი ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ესე იგი შინაარსი იყო, ერთ-ერთი დუელის წესი აქვს აღწერილი და ხრიდოლის სახელით. უფრო ღრმა შინაარსი მისი იყო ის რომ შენ უნდა შეგძლებოდა უპირატეს მდგომარეობაში ყოფი მეტოქის დამარცხება, ცალი ხელით, ორი ხელით, პირობითად არის ეს და უპირატეს მდგომარეობაში ყოფი მეტოქის დამარცხება. ფინტით ასე ვთქვათ. ხო, ხერხი, ილეთი. ხო, ხრიკი არის ილეთი და ფანდი და რახან ჩვენი ისტორია იყო ზუსტად ის რომ ამ ბრძოლის წესით გვიწევდა ჩვენ ბრძოლა მეტოქე მტერთან, იმიტომ რომ არ ქონდა ჩვენ ესეთი იღბალი რომ ჩვენზე პატარა სახელმწიფოსთან ქონოდა რაღაც ურთიერთობა, ჩვენს გარშემო უზარმაზარი იმპერიები იქმნებოდნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთიდან ხშირ შემთხვევაში 3-4 იმპერია ერთდროულად ეყუდებოდა კავკასიას და ამიტომ ჩვენი ისტორია ასეთი აღმოჩნდა რომ ხრიდოლის წესით ვიცავდით თავს. ჩვენ გქონდა ხერხი, ჩვენ გქონდა სიმართლე, ჩვენ ფიქრობდით როგორ გაგვემარჯვა, როცა მეტოქეს გქონდა ჩვენზე მეტი იარაღი. ხერხის ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ ხერხი, ხრიკი, ილეთი, ხრიდოლის ჯობია ღონესა თუ კაცი მე მგონი ლოგიკურია. კი, ეგრე ხრიკია, ხრიკიზეა ლაპარაკი. ხერხი ზუსტად ხერხი არის ხრიკი, იგივე ხრიდოლი არის ილეთი, ფანდი. მეთოდი. კი. და ეს არის ჩადებული შიგ და როდესაც მოხდა ხელჩართული ბრძოლის სისტემის ხრიდოლის აღდგენა, ეს მოხდა 1997 წელს უკვე თანამედროვე სახით დაფუძნა, ის გახდა როგორც საბრძოლო ხუთჭიდი, რომ რაც კი არსებობს. აი მაგასთან დაკავშირებით შემდეგი შეკითხვა მაქვს. 90-იან წლებში ვიცით, გვითანამშრომლია ადრეც დიდი ხანია ჩამოყალიბდა თვითონ ეს ხრიდოლის საქართველოს ორგანიზაცია. თუ შეიძლება მაყურებელს მოუყვეთ, აი ვინ ედექით აი ამ საქმეს სათავეში, ვინ წამოიწყეთ, ვინ განავითარეთ, ისტორია როგორ იყო აი ამ ორგანიზაციის? ჩემი და შენი ურთიერთობა პირადად ხრიდოლის დაფუძნებამდე მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად მოგვიწია კიოკუშკაი კარატეში ვარჯიში დინამოზე. ეს ალბათ 90 წელი იყო რა, 90-91 წლის სენი. 90 ეს დრო იყო და ესე იგი ჩვენ ჯერ არ იყო მაშინ ხრიდოლი აღდგენილი, იმ დროიდან ჩვენ ერთ დარბაზში მოგვიწია ვარჯიში. ოდეს კიოკუშკაი როცა შემოდიოდა, მანამდე მე კიოკუშკაიმდე მაგ დროსაც პარალელურად ძიუდოს სამბოს ჭიდაობდი, ეს იყო ჩემი აკვანი, ეს იყო. მეც ნაჭიდა ვიყავი. პირველი ფეხი ავიდგი ჩემს საკუთარ სოფელში ქართული ჭიდაობი და ქართული ჭიდაობა იყო ჩემთვის პირველი ნაბიჯები საბრძოლო ხელოვნებაში და მე ძიუდო სამბო ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, პრიზიორი ძიუდოში სამბოში, მაგრამ მე როდესაც აღმოსავლური ორთაბრძოლები უკვე დაშვებულად აქტიურად იწყებს შემოსვლას, იმ ძიუდოს და სამბოს დარბაზთან ერთად იქ რო ვრჩებოდი ვარჯიშს დინამოზე ვარჯიშობდი მე, გადმოვდიოდი იქ სადაც მე და შენ ერთად ვარჯიშობდით კარატეს, ესე იგი 2 საათი იქ რო ვიყავი, მე გადმოვიდოდი და 2 საათი კიოკუშკაი კარატეს ვარჯიშობდი და ეხლა მაშინ არ იყო ჯერ ხრიდოლის საბრძოლო სისტემა აღდგენა. მაგის მერე ხდება ეს ყველაფერი.
თვითონ ვარ პროფესიით მე პირადად ისტორიკოსი და ეს ხედრულ ტრადიციებთან დაკავშირებული რაც იყო ამას ისედაც ვეძებდი, ვიცოდი, რაღაცა ჩემი ოჯახი არის მთისა და ბარის გაერთიანებით შექმნილი სოფელი მაქვს როგორც კახეთში ისე ფშავში და ჩემი ბერდე და დედით ხევსური ფშავლის ქალი იყო და ეს ბავშვებიდან მესმოდა ხედრული ტრადიციების შესახებ. მთაში შემორჩენილი ხედრული ტრადიციის შესახებ. მთაში ამ დონეზე არ იყო ჭიდაობის ხელოვნება შემორჩენილი, მაგრამ იყო იარაღისა და ბრძოლის ხელოვნება საკმაოდ მაღალ დონეზე შემორჩენილი და ეს მე ბავშვებიდან მესმოდა, ვიცოდი და აი ის ფიქრი მქონდა მე პირადად და ჩემს მეგობრებს კიდე ვინც ამ საქმეში იყო, ცალკე აღებული თვითონ მათგანს, რომ ეს ქართული საბრძოლო ხელოვნება, ქართული მხედრული ტრადიციების აღდგენა მომხდარიყო და ეს მოხდა განსაკუთრებით 80-იან წლების ბოლოს და 90-იან წლების დასაწყისში, ჩვენი სტუდენტობის პერიოდში, ალბათ რამდენიმე ათეული იყო ჩვენი სამეგობროს წევრი, ვინც ხრიდოლის ფედერაციის გარშემო გაერთიან და ერთეული როგორც ერთი კაცი, ნაარსებე კლუბების სახით გაერთიანდა და ჩვენი მიზანი იყო რომ რაღაცა სახით, რაღაცა ფორმით აღდგენილიყო ის რაც აკრძალული იყო მანამდე. 1921 წელს როცა საქართველოს ოკუპაცია მოხდა, ჭიდაო გასაბჭოების დროს ჭიდაობის გარდა ყველა მიმართულება საბრძოლო ხელოვნებას აიკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ 40-იან წლებში მაგალითად ვასოელაშვილის მოღვაწეობით აღწერილი იქნა ხევსურული ფარიკაობა, საბრძოლო საერთებით ბრძოლის ხელოვნება, მშვილდის როლის ხალხური მშვილდის როლის ხელოვნება და ასე შემდეგ ხედრული კოდექსი იქნა აღწერილი და ასე შემდეგ სასტიკად აუკრძალეს 60-იან წლებში იყო მცდელობა, რომ გაკეთებულიყო ფარიკაობის, ქართული ფარიკაობის ჯგუფი, გაკეთებულიყო ქართული კრივის ჯგუფი, მაგრამ ეს ვასოელაშვილის მონაყოლს გეუბნებით თვითონ რომ სასტიკი უარი მიიღეს ხელისუფლებისგან, ეს მომხდარიყო. და ამიტომ ეს 60-იან წლების ცდელობა და 20-იანი წლების აკრძალვა ეს განხორციელება მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში გახდა შესაძლებელი და ის ჯგუფი, რომელიც 90-იან წლების დასაწყისში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ვერ ვთანხმდებოდი, ჩვენი სამეგობრო ვერ ვთანხმდებოდა რა სახით უნდა მომხდარიყო მისი აღდგენა, იმიტომ რომ ისეთი დიდი მასალაა ქართული საბრძოლო ხელოვნების და იმდენად ბევრი მიმართულება აქვს მას, მარტო ჭიდაობის სახეობა თითქმის 200-ს აღწევს ცალკე კუთხეების მიხედვით რომ აიღოთ, გარკვეული განსხვავებები აქვს და იარაღის ბრძოლაზე აღარ არის ლაპარაკი. ამიტომ რაღაც ფორმა უნდა მიეცა. იყო ნაწილი ჩვენი სამეგობროსი, რომელიც ფიქრობდა, რომ მას უნდა მისცემოდა დაახლოებით აი ფოლკლორული ჯგუფის სახე, რომელიც ჩაკეტილი სისტემით ივარჯიშებდა და ამ ყველა სახეობას რაღაც დონეზე დემონსტრაციის მიზნით, ჩვენების მიზნით მოახდენდა მის რაღაც სისტემატიზაციას და რაღაც სახის მისცემდა. აი როგორც თქვა სიტყვაზე რო ავიღოთ, ცეკვის ანსამბლი, რომელიც წარმოადგენს თქვა აჭარულ ცეკვას, სვანურ ცეკვას, მთიულურ ცეკვას და ასე შემდეგ. დაახლოებით ესე რომ მომხდარიყო და იყო ეს ნაწილი ჩვენი წევრებისა და ნაწილი ჩვენი მეგობრებისა, ვფიქრობდით რომ უნდა მომხდარიყო აღდგენა. მე აი პირველი დღიდანაც ამას ფიქრი მქონდა 80-იან წლებში, მქონდა ფიქრი იმისა, რომ მომხდარიყო აღდგენა იმ სახით, რომ გამოსდგომოდა თავისუფალ საქართველოს, დამოუკიდებელ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს, ჯარს, ზოგადად პოლიციას არ აქვს მნიშვნელობა ძალოვან სტრუქტურას, რომ ქართულ ჯარს მაგალითად ამ ძალოვან სტრუქტურას ევარჯიშა არა რომელიმე აღმოსავლური ან დასავლური საბრძოლო ხელოვნებით, არამედ ყოფილიყო ეს ეროვნული სახეობა. სისტემა რა ჩამოყალიბდა. სახეობა და ამაზე მუშაობდით აქტიურად ძალიან 90-იან წლებიდან და 97 წელს მოხდა ხრიდოლის დაფუძნება როგორც სპორტული საბრძოლო სახეობის ხუთჭიდის სახით. და დღეისათვის ხრიდოლი აერთიანებს ჭიდაობის ორ მიმართულებას, ქართული კრივის მიმართულებას, ხელჩართული ბრძოლა, იარაღით ბრძოლის ხელოვნებას და იარაღის სროლის ხელოვნებას, არაცეცხლსასროლის ოღონდ. ანუ როდიდან დაიწყო ჩვენ ძალოვან სტრუქტურებში ხრიდოლის სისტემით ვარჯიში, ეს პირველი შეკითხვა და შემდეგ ამის გაგრძელება თვითონ უკვე სპორტული სახე როგორ ჩამოყალიბდა, წმინდა სპორტული სახე, არა სამხედრო. დიახ. ესე იგი პირველი ჯერ ჩამოყალიბდა წმინდა სპორტული სახე, ესე იგი მანამდე კი ვარჯიშობდით, მაგრამ ეს არ იყო საშეჯიბრო სახეობა. ყველა კლუბებში თავისთვის ვარჯიშობს და რაღაც გეგმები აქვს. აქ შეჯიბრის წესებზე და არ არის შეჯიბრის წესები არ არის ამ დროს 97 წლამდე. დიახ. 97 წლამდე უკვე საბოლოოდ ერთმა ნაწილმა, ეგ თქვა ერთ-ერთი კლუბია იბერიელი მგლები, პირველად იქ მოხდა შეჯიბრის
სახის მიცემა და პირველი შეჯიბრებები ჩატარდა 97 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირველი. და პირველობა ხრიდოლის ფედერაციის პირველობა 4 კლუბი მონაწილეობდა ამაში ჩატარდა 97 წლის დეკემბერში მონაწილეობდა ალგეთი, ხოგაისმინდი, იბერიელი მგლები და ხვამლი. აი ეს 4 კლუბი იღებდა მონაწილეობას. ესე პირველი შეჯიბრი 97 წლის დეკემბერში. პირველი შეჯიბრი ჩატარდა ქართულ კრივში, ანუ ხელჩართული ბრძოლის სახე აქვს ამას და ქართულ ჭიდაობაში. მოკლედ ქართულ ჭიდაობის სუფთა იმ გაგებით არა როგორც დღევანდელი ქართული ჭიდაობა, იმიტომ რომ დღევანდელ ქართულ ჭიდაობას სახელოები აქვს მოცილებული და ეს ჭიდაობის შინაარსაც ცვლის და წესებსაც და ეს ჩატარდა ჩვეულებრივ ტრადიციული ქართული ჩოხით, დაგაბიცებული ხელებით და ასე შემდეგ ქართულ კრივშიც და ქართულ ჭიდაობაშიც. ეს არის 97 წელი. უკვე შემდეგ წელს 99 წელს ისევ იბერიელ მგლებში უკვე ჩავატარეთ ფარიკაობაშიც შეჯიბრი 98 წელს ფარიკაობაში და საბოლოოდ სამჭიდის სახე აი ხრიდოლის როცა ხრიდოლის ეროვნული ჩემპიონატი ტარდება სამჭიდის წესით პირველ რაუნდში არის ქართული ჭიდაობის წესით ჭიდაობა აი ცოტა განსხვავებულია და ვეძახით ხარდიორდას ეს ძველი სახელია მისი მეორე რაუნდში მიდის ფარიკაობა ხევსურული ფარიკაობის წესით ოღონდ დარბილებული ხმლებია რა თქმა უნდა დარბილებული ხმლები იმიტომ რომ ბოლომდე მიდის დარტყმა და მოხდა მაჯიდან და ოთხქულიანი შეფასების სისტემა მთლიანად ხრიდოლის ყველა სახეობაში. და მესამე რაუნდში ქართული კრივი, ესე იგი ხარდიორდა, ანუ ქართული ჭიდაობის გავსი სახეობა, ფარიკაობა და მესამე რაუნდი ქართული კრივი. მაყურებელს აუხსნათ ქართული კრივი მხოლოდ მუშტიკრივს არ ნიშნავს. არ ნიშნავს მუშტიკრივი ქართული კრივის ერთ-ერთი სახეობაა და კრივი თვითონ სიტყვა კრივი არის კრობიდან, კვრიდან ნაწარმოები, ესე იგი კრობა, კრივობა, ესე არის ნაწარმოები. ფეხით დარტყმებიც არის. ფეხით, ხელით და ქართული კრივის სახეობა არსებობს, სადაც ხის ხმლები და ნაბდის ფარებიც გამოიყენება და შურდულია სასრულად. გისურვებთ წარმატებებს და ბევრი მედლები თქვენზე არის. მადლობა. გაიხარეთ. საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესში.